მოგესალმებით. მოკლედ, ცოტა ხანი არ დამიდია ვიდეო, როგორც მიხვდით, კარდიო დავამთავრე ამ წამს და მაგრამ მინდოდა რომ დამეწყო გადაღება. ახალი ტელეფონი ვიყიდე, iPhone 17 Pro Max-ი, ეხლა ამ კამერით ვიღებ და სავარაუდოდ ამ კამერით ვეგავაგრძელებ ხოლმე გადაღებას, იმიტომ რომ წესით ხარისხი უკეთესი უნდა იყოს ვიდრე აი ამ კამერაში. თან დარბაზში ხა ამ ხელა კამერით რო დადიხარ, ნუ ხალხს ცოტა ისე დისკომფორტ შეიძლება უქმნიდა და მერჩანია რომ ტელეფონით ვიარო ხოლმე გადასაღებად. დღეს იდეაში მკერდის დღე მაქვს და მინდა რომ გაჩვენოთ, გადავიღოთ ამ მცირეოდენი რაღაც მასალები. სხვა რა ხდება? კიდე რაღაცები მოხდა, მაგას ნელ-ნელა მოგიყვებით, ყველაფერს აგიხსნით. მანქანა გავყიდე. და ხო, რავი, ნელ-ნელა ვნახოთ რა. ვაგრძელებთ მომატებას. კალორაშს ვიჭერ დაახლოებით 4900-ის ფარგლებში 4700-დან 4900-მდე. კვება მეტნაკლებად გაჩვენეთ, რაც გაჩვენეთ მაშინ, როცა ვიკლებდი, თითქმის იგივე მაქვს ყველაფერი, უბრალოდ გრამები მაქვს მომატებული. ანუ მოცულობით უფრო მეც ვჭამ. და ხო, კიდე რა, მეტი არც არაფერი, მოკლედ ნელ-ნელა გავყვებით, მეტნაკლებად ფორმასაც გაჩვენებთ. ვიმზადებით შემდეგი წლისთვის, რამდენიმე ტურნირისთვის, მარტო რაღაც ერთ ტურნირზე არ გავალ შემდეგ წელს, ისე ვიმზადები ფუნდამენტურად, რომ საკმაოდ დიდ მასას ვიდებ და ხარისხიანად, ამიტომ შემდეგ წელს გვექნება საშუალება, რომ ეგ შედეგი რამდენიმე ტურნირზე ვაჩვენოთ. მოკლედ, ეხლა მე მივიღებ შხაპს, შევჭამ საუზმეს და გავაგრძელოთ მერე ნელ-ნელა ყველაფერი. ეგაა მოკლედ მივიღე შხაპი. ეხლა ვჭამ შვრია არის აქ. შვრია, ცუკატები, ვაშლი, ნუში და ქოქოსი. ხო, ანუ შვრიის გარდა ყველაფერი. და 4 კვერცხი. ეს უნდა ვჭამო. მერე მინდა რომ ვიდეო გადავიღო YouTube-ისთვის. საინფორმაციო ვიდეოს ვიღებ იმაზე, რომელი კარდიო ჯობია ცხიმის წვისთვის. აი ხა დააპალუზე და დამიწერე შენ რას ფიქრობ. ისე პრინციპში ვინც მადევნებდით თვალყურს და რავი ჩემ მზადებებს უყურებდით, მეტნაკლებად იცით მე რომელი მირჩევნია და ზოგადად რომელს იყენებენ ხოლმე. უნდა წესით არ უნდა გაგიჭირდეთ მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მაინც ეს იქნება ჩემი Instagram-ი, ეგ დავწერ. გადმოდით, დამოფოლოვეთ და იქ მიადოვნეთ ხოლმე თვალი ეგეთ ინფორმაციებს, იმიტომ რომ ვეცდები რომ ცოტა უფრო აქტიური ვიყო, რაც ვიცი და ცოდნაც მაგ გაგიზიაროთ. და რა ვიცი, რა მოკლედ ყველაფერს მსგავს დავდებ ხოლმე იქ. ეხლა ამით ვჭამ და წავედით მერე გადავიღოთ ვიდეო. ესე საუზმე დამთავრდა. ეხლა დავლევ დანამატებს ვიტამინებს, რაღაცა ღვიძლის ფერმენტებს, უბრალოდ ღვიძლის ფერმენტების დამწევებს. დავლევ მულტივიტამინს, ომეგა-3-ს და მერე გადავიღებ აი ვიდეოს, რაზეც წერან გესაუბრეთ. მერე ალბათ დავისვენებ ცოტას და წავალ სავარჯიშოდ უკვე. დღეს ცოტა ადრე მინდა რომ ვივარჯიშო. იმიტომ რომ მერე საღამოს კიდე რაღაც პატარა საქმეები მაქვს და ესეც მინდა რომ მოვასწრო. ხო. წავედი დარბაზისკენ, საკემატაში მივდივარ. ეხლა არის 5:09, კაი დრო არის სავარჯიშოდ, იმედი მაქვს რომ ბევრი ხალხიც არ იქნება, ნუ წესით არც უნდა იყოს. მოკლედ, ამბავი ის არის, რომ სხვა მანქანაში ვზივარ, როგორც ხედავთ, ეს არის მამაჩემის მანქანა, რომელიც ვითხოვე ცოტა ხანი, იმიტომ რომ ჩემი მანქანა გავყიდე. ჩემი Q50 Red Sport Infinity გავყიდე და
1-2 დღე ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი მაგაზე, მაგრამ ეგ გადაწყვეტილი მქონდა, რომ მანქანის შეცვლა მინდოდა და ჯიპზე გადაჭდომა მინდოდა. ეხლა ML-ში ვზივარ, GGL-ში რა იდეაში. და ვიჩვევი GPCR-ს. აი, საერთოდ სხვა სიამოვნებაა და სხვა კომფორტია ჯიპი რა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩემ მანქანაზე თან დაწეული მქონდა პადვესკა და სულ გზას უყურებდი, რამე ისეთი ორმოარყოფილი იყო, რომ ჩამერტყა და ასე შემდეგ, სულ ძალიან ფრთხილად დავდიოდი და რაც ჯიპზე გადმომჯექი დავისვენე და აი რას ვყიდულობ, ეგ იდეაში არ იცის ბევრმა უпростоრად ჩემ ოჯახის წევრებმაც არ იციან რა. და ამიტომ ალბათ არ ვიტყვი. და რო ჩამოვა მერე განახებთ იმ მანქანასაც. ხო, მოკლედ ჯიპია რა. ერთი ეგაა, რომ ჯიპია. ეხლა მივდივარ დარბაზში, ვავარჯიშებთ დღეს მკერდს, გავაკეთებ ცოტა ტრიცეპსაც, გადავიღებთ და იქნება დღევანდელი ვლოგი ეს. ჩათვალეთ, რომ რაღაც დაბრუნების ის არის ახალი კამერით, მინდა რომ თან გავტესტო რა როგორაა და ასე შემდეგ რა. ეხლა მიკროფონი არ მიკეთია კამერაზე და შეიძლება ტელეფონზე და შეიძლება ცუდად ისმოდეს ჩემი ხო შედარებით, მაგრამ იქ რომ მივალ მე გავუკეთებ მიკროფონსაც. კაი, მოკლედ წავედით. რა მინდოდა მეთქვა, ხო, რამდენიმე მკითხა Instagram-ზე მომწერეს. რატო ვაკეთებდი მატების დროს კარდიოს და მატების დროს კარდიო არის განუყოფელი ნაწილი იმის, რომ მოიმატო კუნთი მშრალად და ანუ შენი მომატებული მასა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი. არიან სპორტსმენები, ვინც არ აკეთებს, არიან სპორტსმენები, ვინც აკეთებს, აზრები როგორც ყოველთვის განსხვავებულია. მეც გამიტარებია მასა ისე, რომ არ გავიკეთებია. მაგრამ ზოგადად თუნდაც ჯანმრთელობისთვის და თუნდაც შედეგისთვის ჯობია რომ არ დაიზაროთ და სტაბილურად ყოველდღიურად აკეთოთ კარდიოები. ეხლა კარდიოს ვაკეთებ უსმოზე 9 საათს და რაღაც დღეებში სადაც მაგალითად ვარჯიში არც ინტენსიური მაგან საერთოდ ვისვენებ ვარჯიშისგან, მაგ დღეებში საღამოსაც მაქვს ჩასმული კარდიო დატვირთვა. დაახლოებით 20-25 წუთი ღამით ვაკეთებ ხოლმე. ეს ყველაფერი იმიტომ მკეთდება, რომ აი ეს დიდი მოცულობით საჭმელი, რასაც ვიღებ, არ დაგროვდეს კანქვეშ ცხიმის სახით, ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ მაინც პატარა კალორიაჟი არ არის და შესაბამისად იმისთვის რომ რაღაცა ცხიმი არ დამიგროვდეს, მაგიტომ ვაკეთებ კარდიოს დამატებით. ამიტომ ხო, თან ის არის, რომ ეხლა ცოტა სხვა დონეზე ავდივარ ფორმის მხრივ, სხვა კუნთი მოდის, სხვა მასაზე ვარ და დატვირთვა ორგანიზმზეც უფრო მაღალია რა და ამიტომ საჭიროა რომ ძალიან ესე ვთქვათ ხოდზე იყოს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემა, ასევე გულსისხლძარღვთა სისტემა და აი გულისთვის და სისხლძარღვებისთვის კარდიო არის ალბათ ერთ-ერთი პირველი წამალი რომ ყველაფერი კარგად იყოს რა. და მუდმივად სისხლი ვამოძრაო, ვამუშაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ავედით მოკლედ და უკვე იქიდან ჩაგვერთვებით, დავიწყებთ ეგრევე ვარჯიშით. მოვედით მოკლედ ვიწყებთ ახლა ვარჯიშს. და პირველი რასაც ვიზამ ეს იქნება სმიტი ზედამკერდისთვის. ცოტა პატარა შტატივი მოხდებული და შეიძლება კარგად არ ჩამოს რა, მაგრამ ესეთ მომენტში ყველაფერი უნდა გამოვაჩინო. ესე იგი სმიტს ვაკეთებ ზედა კერდისთვის, სკამი არის დახრილი 30 გრადუსზე დაახლოებით. და მე გავაკეთებ კიდევ 3 ვარჯიშს და დაახლოებით 1-2 ვარჯიშს ვაკეთებ.
შამის ცოტა მაინც ხარი მაწუხებს, ამიტომ ძალიან ძიმეებზე ვერ ავდივარ, მაგრამ არა ვშვის. მარჯვენა მხარზე ცოტა ტრავმასავით მაქვს. მაგაზე პეპტიდებს ველოდები ახლა. მაგასაც გეტყვით რა და როგორ. იწევს ვარჯიში სირცხვილია. არა, ბავშვს. კამერა ცოტა დახრილია. არა ვშვის. ჩესტ პრესი, ჰორიზონტალური. ერთ მისვალს გაჩვენა თავად მარტო. იმიტომ რომ მაინც არის ხალხება და ხალხი მოძრაობა, ხალხი მოძრაობა და მინდა რომ ხელი შეუშავა. მოკლედ ვაკეთებ ამას. სამ მისვალს გავაკეთებ ალბათ. თუ შეიძლება ბოლო მისვალს გაჩვენა. ონა ორ-2-იანი, მაგრამ ეს არა საბოლოო, კიდევ უნდა დავუმატო. ცოტა ცივა გახურება მიჭერს, მაგრამ მოახურა, მოაქვს რომ სიმხურვად. ახთ. გავაკეთოთ. მესამე მისვაც და ეგ არა, ცოტა დავუმატე წონა 30 კილოც გავზარდ. შემდეგი ხა ეს იქნება მე სამე ძირთადი ვარჯიში მე გადავდივართ პატარა იზოლაციას გავაკეთებ შეიძლება ცოტა დელტები დავამატო უბრალოდ ფამფისთვის და მე ტრიცეპსი ალბათ ერთ
ერთ ორჯერ ვიზამთ. ხარია პრაქტიკულად ჯერ. კიდე ორს ვიზამთ ამას. ბოლოა და ეგა.
მოკლედ ეს იყო ჩვენი მკერდის ვარჯიში. იმედი მაქვს მოგეწონათ. ნელ-ნელა ჩავდგები ახლა რითმში უფრო ხშირად დავიწყებ გადაღებას. და უფრო ვიაქტიურობ YouTube-ზე რა. თქვენ მინდა რომ უბრალოდ კომენტარებში აქტიუროთ, ლაიქები, გამოწერები. არ მიყვარს მაგის ვაფშე საერთოდ ხოვნა მე მიჩვეული არ ვარ ამ ამბავს, მაგრამ ძალიან ეხმარება YouTube-ის ალგორითმს, რომ წინ წაწიოს ვიდეო, მეტმა ხალხმა გნახოს და რავი, რაღაცნაირად ისეთი community შევკრათ, რომ ხალხმა დარბაზების გემო და ვარჯიშის გემო და მოკლედ ამ ყველაფრის დადებითი მხარეები გაიგოს და ცოტა უფრო პოპულარიზაცია გაუწიოთ. იმიტომ რომ ისევ ჩვენ თუ არ მივხედეთ მაგ ამბავს, ისე არაფერი არ გამოვა რა. სანამ არ იქნება შემეცნების დონე ამ სპორტის მიმართ მაღალი, იქამდე სპორტი ვერ წაიწევს წინ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ სპონსორს, ვინც გვერდში მიდგას Sport Lives. და იმედი მაქვს, რომ შეემატება მალე და მალე სხვა ადამიანები, კომპანიები და ასე შემდეგ, ვინც ცოტა ამ სპორტისგან გამოიხედება. ამას ყოველ ვიდეოში ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს მაგის რა. კარგი, დავდროებით მომავალ შეხვედრამდე. მე მალე დაგიბრუნდებით უკვე ამჯერად.